მორიგი დეზინფორმაციული შეტევა მმართველი გუნდის წევრებზე. ამჯერად სამიზნე ნინო წილოსანი გახდა. წილოსანის ოჯახის წევრებზე, მათ შორის შვილებზე თავდასხმა ნანა დიხამინჯიამ დაიწყო, რომელიც პირად ცხოვრებასაც კი შეეხო. შეტევა კი განაგრძო ევროკავშირისგან დაფინანსებულმა იდა ბახტურიძემ. ეს ქალი არის უმდიდრესი ოჯახიდან, რომელსაც სახელმწიფომ მოპარული 65 მილიონი ლარი აპატია და ყველაფრის უფლებას აძლევს. ტენდერები იქნება თუ სამშენებლო ნებართვები. ციხე მის ოჯახს მაინც არ აცდება და შეუძლია ყოველი ძილის წინ შეახსენოს ეს თავს. როცა კითხვას სვამ, თუ რა გააკეთა ჩემმა ოჯახმა, თავის ბაბლში ნამდვილად ვერ მოუყვებიან, რომ ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით 2 ეკლესია აშენა მამაჩემმა, ხოლო გურიაში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ რაიმე სჭირდებოდა და ჩემი ოჯახი გვერდით არ დაუდგა. არ გამოვრიცხავ ნანა დიხამიჯიას მორალის ადამიანებისთვის ეკლესიის მშენებლობა პირიქით დანაშაულად აღიქმებოდეს, ხოლო ადამიანების დახმარება უბრალოდ ეფემერულ ქმედებად, ამიტომ სამეწარმეო საქმიანობაზეც მოვუყვები. ჩემმა ოჯახმა მაშინ როცა ყველა ქარხნებს შლიდა და ყიდდა ვაგონ მშენებლობა შეუნარჩუნა საქართველოს და ნანა დიხამინჯიას საყვარელ ნაციონალებს ორჯერ რომ არ გავეკულაკებინეთ, ორჯერ რომ არ აეხიათ ქარხანა და არ გავეკოტრებინეთ, 1000 ადამიანი ყავდა დასაქმებული საწარმოში. სამწუხაროდ იმდენად უღირსი ქალია, ჩემს პირად ცხოვრებასაც კი გადასწუდა, თუმცა მოდით ამ ნაწილს უპასუხოდ დავტოვებ. როდესაც საუბრობთ სისხლზე და სიზმრზე, რაც არის ქვეყანაში, ეს არის დაფესილი იმ დე-ფაქტო თუ მანამდე არა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, რომელიც ყავს ბოლო წლების მანძილზე. ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს. მათ შორის იგი, მათ შორის ევროკავშირისგან, სხვადასხვა ქვეყნებიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ფინანსდებიან ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა პირები, რომელთა იდეაში გაცხადებული მიზანი არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვა და აკეთებენ ამის აბსოლუტურად საწინააღმდეგოს. ადამიანები მოქმედებენ ფურცელზე დაწერილად თითქოს ადამიანის უფლებების დასაცავად და რეალურად სიძულვის ენით არიან გამორჩეული და სიძულს და ერთმანეთ ადამიანებს შორის დაპირისპირებას აღრმავებენ. ეს ხალხი გველაპარაკება ჩვენ დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე, როცა განსხვავებულ აზრს არათუ ვერ იტანენ, არამედ პირდაპირ კალავენ თავს ესხმიან, შეურაცხყოფას აყენებენ. ეს სოციალიზმს არ ეხება მხოლოდ ფიზიკურად, მათ შორის ეს იქნება საჯარო სივრცეში თუ ნებისმიერ სივრცეში, მათი მხრიდან ხდება ასეთი ტიპის გამოხატულება და ეს ყველაფერი, რასაც ქვია, ეს შეურაცხყოფა, გინება და ასე შემდგომ, ფინანსდება ევროკავშირის ფონდებიდან. ეს არის მოცემულობა. და ეს რატომღაც ვითომ ჭყალებში ჩვეულებრივი მოქალაქე აღმოჩნდება ხოლმე, მე ნაცმოძრაობის ან ლიდერი, ან ლიდერის შვილი, ან მისი ბიძაშვილი.